მე რა თუ არ გამომდის, მაკიაჟი არასოდეს. აი მე ძილი მიწევს ახლა და ცუდად გავხდები. ნახე რა. მარეხი. 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 მარეხი მე კაცო. კაცო, რა საკეთებ? ჩამოდი, რა საკეთებ? რა საკეთებ? რა არის ოფისია თუ რა მაგა, კაცო? რა აფეთქების ხმა იყო? რა აფეთქების ხმა იყო, კაცო? დაჭექი აგერ მოსულები არიან ვაკანსიაზე და გასაუბრება. გაიარე და ნახე თუ ვინმე მოგეწონება, აიღე, ეს სია არის აგერ და ნახე დაიდე რა. რიჯოს არ შემჭამა კაცო ამ დირექტორის ნათესავებმა? მობძანდით რა თქვენ, მობძანდით. მიხედე ნორმალურად მოიქეცი კაცო. მობძანდით. მობძანდით. უკეთ მობძანდით, მამილოცავს. კარგი დავიწყოთ. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ ალბათ ნახეთ ინტერნეტში ჩვენ განცხადება. გვაქვს მიღება. აღჭირდება პრომო გოგონები, პრომო ბიჭუნები, ადამიანები, ვინც კარგად გახდიან ჩვენს პროდუქციას. ასე რომ სოხის ხუჭოთ ხო თქვენ? დიახ. გამოცდილება გაქვთ რამე? კი, გამოცდილება მაქვს, მუშაობდი პრომო ბიჭუნა ვიყავი, შპს სტარში, ესეთი კომპანია იყო, მაგრამ სამწუხაროდ გამომიშვეს. რატომ? პოლიტიკური ნიშნით გამომიშვეს. რა შეიძლება პოლიტიკური ნიშნით? ნაციონალის სახე გაქვსო და გამომიშვეს. აი ამის გამომიშვეს. ისე რაღაცნაირად მართლა გაქვთ ნაციონალის სახე გავხართ. ნაციონალის სახე. არა, მე უბრალოდ ისე ვთქვი, მომზადეთ. არა, ეს იმასანიშნავს, რომ თქვენ ვერ გაივლით. შეიძლება, ანუ ამ სახით შეიძლება მუშაობა. ეგ არაფერს შუაში არ არის, ხო, საფრთხე. მე უბრალოდ ისე გავხართ მართლა, უბრალოდ ჩემი აზრიეთ. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვართ ჩვენ თანამშრომლებს. მე რა ნაციონალის სახე რო გაქვთ, ეგრე ჩვენთან ერთი ადამიანი მუშაობს, ძალიან კარგი ადამიანი სხვათა შორის. იმას მე შევიქის სახე აქვს, მაგრამ მუშაობს ძალიან კარგად. შეგიძლიათ ორი სიტყვით ამიხსნათ, როგორ უნდა გაყიდოს პროდუქცია პრომო ბიჭუნამ? კი, როგორ არა. პირველ რიგში კლიენტს უხსნით პროდუქტის დადებით მხარეს, მხოლოდ საუბრობ დადებით მხარეზე. იმ შემთხვევაში თუ არ დაინტერესდა კლიენტი, მაშინ ჩვენ მას უხსნით მაგალითებით, სასურველია პირადი მაგალითით ვაჩვენოთ, ნუ საკვები პროდუქტების შემთხვევაში ეს არის დეგუსტაცია, ერთ-ერთი ხერხი ეს არის დეგუსტაცია. მას ვასინჯებთ და გისმენთ? და მას ვასინჯებთ. ამ შემთხვევაში თუ არ დაინტერესდა, ჩვენ მას ვუმტკიცებთ, რომ გაცაკები, კარგით. მოდი ესე გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ხერხი იმისათვის, რომ აქაც ვასწავლით, როგორ უნდა დავაინტერესოთ კლიენტი, რომ მოიყიდოს ჩვენი პროდუქცია. ჩვენ გვაქვს მაგალითად თოკი. ხანდახან არის ადამიანი, როცა გარბის და ვერ დაიჯერ, ხო? თოკი. დაატრიალებ ამას, თოქს ესვრი, შემოიხვია კისერზე. ეს რა დაჭერილია, კაი იმას ვერ გავიქო. ხაბანგი ასევე. ხაბანგი შეიძლება სტენდის წინ დაადოს. ეს კლიენტებისთვის უკვე. დიახ, კლიენტი გამოირის, ფეხს ჩაადგავს, ვაიდე დაიყვირებს და უკვე თქვენია კლიენტი. ასე გვაქვს ხუთი, რომელშიც კლიენტი შეიძლება ჩავაგდოთ ხაბაგის საშუალებით და ავტომატურად ხუთი იხურება. ой, მართლა ხუთზე გამახსენდა. რა ხუთი კაცო? აბა ეს ხუთია ზუსტად. თქვენ ყიდულობთ პროდუქციას? ყიდულობ, სად ვიყიდო, მითხარი. მომძანდით. ამოდით. დაგეხმარებით? აი მიხვალთ. ამას რა უყო, სად მოხსნია? როგორც კი ჩვენს პროდუქცია შეიძეთ, აი, მოკილებს მოხსნიან, აი, მეწოდეთ იქით. მადლობა და მსახურად ჩვენი მომსახურებით, მადლობა. აი, სანემოგლეთ, თქვენ ფაქტიურად მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნო პიროვნებებს ბრძანდებით ალბათ გახვალთ, მეორე ტურში გადახვალთ.
რა თქმა უნდა, თუ შეიძლება ჩვენი პროდუქციის ორი რძის პროდუქტს და მესამე მოყვება საჩუქრად ეს აქცია გვაქვს. რძის პროდუქტ? დიახ, თქვენ გადასტული ხართ მეორე ტურში, უბრალოდ უნდა შეიძინოთ აგერ მიბრძანდებით ორი პროდუქტი ჩვენი კომპანიის, რომელიც მესამე საჩუქრად მოგეცნოთ ეს აქცია. მადლობთ, დიდი მადლობა. არ მინდა რძის პროდუქტები, არ მინდა მეორედ მოვალ გასაუბრებაზე. არა, თუ ვერ შეიძინეთ, ისე ვერ გადახოთ მეორე ტურში, ორი წელი უნდა შეიძინოთ, მესამე საჩუქრად მოგეცნოთ ეს აქცია ესეთი. გავიგე, მაგრამ არ მინდა რძის პროდუქტები ისე ეს აქცია უნდა შეიძინოთ, რომ გავიგე და არ მინდა და ისე მოვალ შემდეგ გასაუბრებაზე. ეხლა მომისმინე მეც მაგ აქცია, გაიგე? ორჯერ თუ მოგითმინე, მესამედ გისვრი ფანჯრიდან უფასოდ. დაფიქრდები. რა ხალხია ეს კაცი? დამპალი ეს ვისე მოხდება? დამპალი. დამპალი ეს დამწყნარები ახლა რამენაირად? თორე აღარ მიხდები უკვე ამბობთ მოდრობით. რამენაირად უნდა დავწყნარდე. რა ხდება, იცი, ეს გავაკეთეთ ყველაფერი და ეს საბუთები წაიღე კანცელარიაში, ეს გამომართვი, ამას მე იმას ვიზამ. მოვაწე ხელს თვითონ რა და რა ხდება? რა? მეთქი ოთახი ამოდიოდა. რა საკეთებ შენ კაცო რა? რა საკეთებ ერთი გამაგებინე რა? გავდივდას ვაკეთებდი. განტირთას აკეთებ წოიში შენ. როცა ვიღლები ხოლმე ეს შვები. იღლები, მომისმინე ახლა კარგად რა, ეგერი წაიღე ყველაფერი საგადასახადოში, მოაწერინა ხელი და მოიტანე ნორმალურად იმუშავე გითხარი მე შეგეცდა რა. კარგი. უყურებ შენ? შემოდით რა თუ არის ვინმე შემდეგ გასაუბრებაზე ვიც არის? ნორმალურად იყავი იცოდე. კარგი მაგდანდი. გამარჯობა. მუშაობის დაწყება მინდა თქვენთან. ნახეთ ჩვენ განცხადება ხო ალბათ? დიახ. მინდა გითხრათ რომ გიმუშავიათ პრომოგოგოთ როდესმე? მაგრამ სხვათა შორის არ მიმუშავია და ეხლა მინდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან საფასუხისმგებლო საქმე. პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში საჭირო. თუ რაღაცა გისი კარგად ვერ გაკეთდა, პირველ რიგში პასუხს მომთხოვე მე როგორც თქვენს მენეჯერს. მაგალითად ჩემს წინ ვინც იყო მენეჯერი, მის ბატონაშემწემ რაღაც კარგად ვერ გააკეთა საქმე და დაიბარა სადა ოფისში, მოთხოვეს პასუხი მას. ნუ გაითვალისწინეთ. დიახ და მე მე იკათხოვდა. პირველში იმისაც რომ კარგად მოვხიბლოთ თქვენ უფრო მამაკაცებზე იმუშავებთ ალბათ ძალიან კარგი გარეგნობა გაქვთ პირველ საჭირო მისალმება მობრძანდით მოგაკეთეთ მობრძანდით არა მობრძანდით აი ეს ნუ იცოდეთ მობრძანდით არა მობრძანდით მობრძანდით არა მობრძანდით მობრძანდით მე დაგიხმარებით მობრძანდით როგორ დადა მობრძანდით მობრძანდით აუ მეკინა აღარ უნდა მხოლოდ მობრძანდით ასევე ძალიან ბევრი ხერხი არსებობს კლიენტის ასე ვთქვათ დაინტერესების მაგალითად თუ თქვენ მამაკაცებზე უნდა იმუშაოთ ძირითადად იმიტომ რომ კარგი გარეგნობა გაქვთ მაგალითად აბძანდით თქვენ ხართ მამაკაცი ხო ზოგადად მამაკაცმა იცის მაგალითად დაუძახებთ მაბძანდით და არ მოდის მაშინ გვაქვს ესეთი ნუ უკიდურეს ხერხი მაგრამ ვიღენებთ ხოლმე ხან მიბძანდებით ხო დავშოთ მამაკაც ხართ მაბძანდით არ მოდის ეს ესე უნდა გავაკეთო? თუ შეგიძლიათ თუ სპორტული ხართ რა თქმა უნდა. აი დავუშვათ შევახტი და ნუ მაინც არიღებს რა უნდა გავაკეთო? თუ შეახტით მაგალითად მაინც ნუ ვერ გაკეთეთ პროდუქცია, მას არსებობს კიდევ ესეთი ხერხი. მაშინ უნდა ჩავარტყათ ციხლი. ჩავარტყა? სად უნდა ჩავარტყა? კარგით. ასევე უნდა იცოდეთ ალკოჰოლური სასმელის რეალიზება. მაგალითად ალკოჰოლური სასმელი ჩვენ განახებთ ახლავე. ალკოჰოლს ბაიბედა. ყველაფერი კარგად არის. აი ახლა ჩამიდია. აი მაგალითად ეს არის ალკოჰოლური სასმელი. დიახ. პირველ რიგში რომ დაინტერესდეს მყიდველი ალკოჰოლური სასმელი პირადად თქვენ უნდა მიირთვათ. დაასხათ მოგოგონამ ნოდალიო? გაგიბერჯოთ. pero დალეთ ალკოჰოლური სასმელს ეს ნიშნავს რომ თქვენ ესე კი რაღაც სვავთ ალკოჰოლური სასმელს ეს აქ ეს სანდუპრო ნაწარმია გესმით? ეს გასაგებია მაგრამ რა აუცილებელია ანუ ვერ მივხვდი. არა ეს აუცილებელია მოდის ხო და ინახეთ მომხმარებელი დაასხავთ? მომწეთეთ გაგიბერჯოთ.
გასაგებია, მაგრამ რა აუცილებელია, ვერ მივხვდი უბრალოდ. ხო შეიძლება კიდევ რომ ერთხელ განახებთ და თქვენ გაიმეორეთ შემდეგ. დაასხავთ და ინახეთ მოხმარებელი მოდის. მომწადით, გამარჯობათ. დიახ. ანუ ესეთი აუცილებელი ყოფილა. ნუ მაგარი გასაგებია. არახია ეს. გასაგებია, ალბათ, ნუ მივეჩვევი რაღაცნაირად და მე მეც ვაიმე. კარგად ხართ. არა, უბრალოდ ალკოჰოლზე ცუდი რეაქცია მაქვს ცოტა ხანდახან. არა, არაფერი, უძლებ. არა, უშევდი. ისმინე, წაიღე საბუთები, რაც გითხარი საგადასახადებაში. არა, ვეღარ მოვაცრებ, იმიტომ რომ უკვე რას ვერ მოასწრებ, კაცო, წადი ეხლა და წაიღე ის საბუთები, რაც გითხარი და არა, 10 საათი გახდა, უკვე და ვეღარ მოვაცრებ. მე რა 10 საათი 12-მდე მუშაობს ის მე კომედი შოუ იწყება, ხო ვიცით? კაცო, არ ვიცი მე კომედი შოუ და ის არ მაინტერესებს წაიღე კომედი შოუ და ის არ მაინტერესებს არ მინდა მე არ მინდა გეუბნები